დღეს 25 აპრილს 40 დღე შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, იჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამასთან დაკავშირებით ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღევლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა მიტროპოლიტმა შიომ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დედებო. აი განვლო 40 დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40 დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. და აი ჩვენც ამ 40 დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით შეძლების და გვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის ალბათ დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად ის ვისი მომსწრენის გავხდით, იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით ახსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც და აღმავლობაც. უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიყავს მისი სამცხსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ მე აღარ ცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. აი შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ და აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. და სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ. ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან
ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. და რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა, მათ შორის ვინაიდან მისი უწმინდესობის ზრუნველობა, სიყვარული, თამდავლობა ეფინებოდა ყველას განურჩევლად ასაკისა, სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა. ალბათ ისიც გვინდა აღნიშნოთ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარეშე. და აი თითქოს შეიძლება ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას. დაბნეული სამცხსოს შეიძლება გვეფიქრა, რომ რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე. მაგრამ აი როგორც მისი გარდაცვალების დღეებში ჩვენ დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში უფლის მადლით, მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენის და იმედის დიდი სულისკვეთებით. და ჩვენ დღეს როგორც არასდროს ისე ძალუმად გვესმის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება. და ვისაც მე ვრწმენე, ის თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ის არ მოკვდება უკუნისამდე. აი მას ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს. რამე თუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასაშინა არიან, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში. და აი ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი ჩვენს ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა ჩვენ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულზე და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და რაზე კიდევ? განსაკუთრებით რასაც გვიქადაგებდა, მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა ასე საოცრად გამოირჩეოდა. ძნელია დღეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, საუბარი თქვენს წინაშე და მინდა თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი და მადლობდე უფალს, რომ მოგვივლინა ჩვენ ასეთ ურთულეს 10 წლეულებში და თითქმის 50 წელი იღვაწა მისმა უწმინდესობამ ასეთი მწყემსთავარი. დიდება და მადლობა უფალს, დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი მფარველობისთვის, მისი წყალობისთვის და მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს თავისი დიდებული ღვაწლისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე საუბრობდნენ. მათ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ხსოვნას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობის გარდაცვალებისა გამო. დღეს მე-40 დღე არის საეკლესიო სწავლებით დღევანდელ დღეს მისი უწმინდესობის სული დაემკვიდრებს ადგილსა მართალთასა, ადგილსა განსასვენებელსა. აღდგომის მადლის დღესასწაული გვაძლევს ამ სიტყვების თქმის კიდევ ერთხელ საშუალებას, რომ ჩვენი უწმინდესის ამ ქვეყნიური ცხოვრება იყო რთული, განსაცდელებით აღსავსე და მან აი ეს ეპოქა ღირსეულად განლო და მე-40 დღის მნიშვნელობაზე კიდევ ორ სიტყვას დავამატებ, რომ სადაც მისი სული დაემკვიდრებს ადგილსა განსასვენებელში, იქ იქნება მისი სული ქრისტე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. ქრისტე მაცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ მართალნი მოისმენენ ღვთის საოცარ სიტყვებს, რომ ისინი დაემკვიდრებენ უფლის მარჯვენით. აი ამ რწმენით, თუმცა სევდა მაინც დაყვება ამ სიხარულს, ცხოვრობთ, ვაგრძელებთ ყოფნას და ღვთის მადლით ყველაფერი ჩვენს ეკლესიაში მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, ის რაც მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე ყოფილიყო ნათელი, ის საქმე, რომელიც მან დაიწყო, კეთილად გაგრძელდება და ჩვენიერი საკეთილდღეოდ ჩვენი დედა ეკლესია უწმინდესის სულის გასახარად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ შევწყვეთ მისი უწმინდესობის წმინდა სულის წინაშე. მართლაც ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ მადლობის გარდა მისი უწმინდესობისადმი იმ თავდადებისა და ღვაწლისა, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გასწია. მართლაც დიდი მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის. ეს 40 დღე ნამდვილად იყო გლოვის და მწუხარების განცდით აღსავსე, ჰქონდა ასევე დაობლების განცდაც, მაგრამ ჰქონდა რაღაც სულიერი ნუგეში, სიხარული, რადგანაც ჩვენ ყველას გვწამს, რომ ის წმინდათა თანა ცათა სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს და ასევე გვანუგეშებდა ის, რომ ამ 40 დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მორიგეობდნენ სასულიერო პირები იმისათვის, რომ განუწყვეტელი პანაშვიდები აღსრულებულიყო და ლოცვა ყოფილიყო მისი უკვდავი სულისთვის აღვლენილი. და ხალხის ნაკადიც არ შეწყვეტილა, ესე იგი ყოველთვის რომ მოხვიდოდით სიონში დაგვხვდებოდათ უამრავი ადამიანი რიგი იმისათვის, რომ მისულიყავით საფლავზე და პატივისცემა გამოგეხატათ მისი უწმინდესობისადმი და რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ სვლას, იმ გზას, რომელსაც მისი უწმინდესობა მიუძღვებოდა. ჩვენ რა თქმა უნდა აღვასრულებთ მის ლოცვა კურთხევებს, რომლებიც მან დატოვა, ის ლოცვა კურთხევები, ის დარიგებები და ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება სწორედ ეს არის, რომ ერთგულებით ვემსახუროთ უფალს და მისი დარიგებები გავითვალისწინოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც მან თავისი პატრიარქობის დროს ჩვენ დაგვიტოვა. დღეს არის მე-40 დღე, რაც ზეცა დამაღლდა ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული. წმინდათა თანა განუსვენოს ღმერთმა ჩვენს სულიერ მამას. გმადლობთ თქვენო უწმინდესობა, ჩვენო სიყვარულის პატრიარქო. წამს თქვენი ლოცვა არ მოაკლდება ჩვენს ზერს უკუნისამდე. წმინდათა თანა გაგისვენოთ ღმერთმა და თქვენი ლოცვით ღმერთმა გააბრწყინოს სრულიად საქართველო. ჩვენ ისე მოვიჩქაროდით დღეს, როგორც მენელსაცხებლე დედები მიიჩქაროდნენ იმ განცდით, სიყვარულით. თქვენი სახელი მუდამ იქნება ჩვენს გულში, თქვენო უწმინდესობა და ვეცდებით ისე ვიცხოვროთ, როგორც თქვენ გვიქადაგეთ, როგორც თქვენი ნება იყო და თქვენ გვასწავლედით, მოძღვრავდით ჩვენო მწყემსო კეთილო, ჩვენო სიყვარულის პატრიარქო. ეს 40 დღე იყო სიონის ტაძარში ხედავთ თუ რა ხდებოდა, არწლებოდა ხალხის ნაკადი და რაღაცნაირად თან გლოვობდით და თან დიდი სიხარული იყო, როდესაც მის გასვენებაში ამდენი ხალხი ნახეთ, მთელი ერი გააერთიანა მისმა დიდმა სიყვარულმა და რაღაცნაირად გლოვასთან ერთად, წუხარებასთან ერთად ძალიან დიდი ძალა და სიხარული
მივიღეთ ერმა გაერთიანებით და მეთვალათელში ამ ყოფოს მისი უკდავსული. პატრიარქი ჩემთვის და ყველათვის იყო უმნიშვნელოვანესი ადამიანი. ის იყო ჩვენი მთელი საკრისტიანოს მამა სულიერი. ჩემთვის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რადგან სწორედ მისი ღვაწლით ვარ მე ცოცხალი. მისი ლოცვა-კურთხევით წავედი ისრაელში, ძალიან მძიმე დიაგნოზი დამისვეს და იქ გავიკეთე მრავალი ქიმიოთერაპია და ოპერაცია. მაშინ ვიყავ ისრაელში, როცა ყველაფერი გადაკეტილი იყო და პატრიარქის წყალობით წავედი იქ. ის ძალიან მეყვარს. გომოჩიტი გავიდა მისი უწმიდესობის გარდაცვალებიდან და მეთმა აწყონოს მისი სული ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა ხოლმე. როდესაც მას ვიხსენებთ ხოლმე და მე არაფერი არ მახსენდება იმის გარდა რომ უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო მას, რაც საქართველოს ეკლესიისთვის, ქართული ერისთვის და თითოეული ადამიანისთვის გაუკეთებია. ღმერთმა აწყონოს მისი სული და ყველას მთელს გვეიმედება და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ სასופეულიდან ის საქართველოსთვის მუდამ ილოცებს და უდიდესი მეოხე იქნება. გაიხარეთ, ქრისტე აღდგა. ჩემი ნაცვლი არის ილია მეორე პატრიარქი და ჩამოვედი ქუთაისიდან რომ პატივი მიმეგო. დღეს გავიდა 40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან და შევეცადეთ მთელი ოჯახით პატივი მიგვეგო მისი სულისთვის, მით უმეტეს რომ პირადად ჩემი სამი შვილი პატრიარქის ნათლულებია და ვფიქრობ ეს ძალიან დიდი მადლია და ყველამ შეძლებისდაგვარად პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას, რომ მანაც ჩვენი ლოცვით გაძლიერებულმა შეძლოს რომ ზეციური საქართველოდან დაგლოცოს და კვლავ შემწეობა გაგვიწიოს მომავალშიც. აღსანიშნავია, რომ სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის პატივის მისაგებად მის საფლავთან დღემდე ხალხის ნაკადი არ წყდება.